რო აღდგება მისი თემა, მაგრამ მაინც კი რაღაც სიხარულუნალელი გლოვა. როცა შენ პირდაპირ იცი, რომ ამას ყველაფერს ეს დროებითი წარმავალი შრომა არის, მაგრამ ამის უკან დგას ანგდარი და ფერმაცოლების სამყარო სიხარულის და ბედნიერების. აბსოლუტურად ბარხვა არის ის, რაც უნდა აღგატკინებდეს ადამიანს და სიხარული და სიყვარული და აგავსებდეს და გახსნის და საზოგადოების მიმართ და არა ხდიდეს რიგორისტს და ასე შემდეგ, როგორცაც ჩვენ რეალურად ხედავთ დღეს ჩვენ საზოგადოებას და ასე მომავალს. დიდი მადლობა. გამოვიყვეთ ორი ასპექტი, ერთი ამ ახალში რომ გულმოწყალება, საქმე გაიგო, მართულო, ხო? და მეორე როგორც მართვა, როგორც სულის მდგომარეობა. მოგიწოდებთ კითხვებისაკენ, აბა? არა, ვიცი, ეს ვიცი რომ სამედინა, მე შემიშალე. ნაუჩით ილუჩი. ავიდა მართლისთვის დაენახა რა არის მართვა და როგორ და მისული პავიშა. რა თქმა უნდა, სრულებით გეთახვევი, თუკი ასეთი სიზუსტე წამოწდა ყოველ დამხმარებლებში. გამოცდილების გამო არის და რა თქმა უნდა, მე ხელებს ავწერე ამ შემთხვევაში. უფლის გასვლა უდაბნოში 40 წლის განმავლობაში, ხო? არა იმისაც რომ თვითონ ესწავლა, არამედ რა თქმა უნდა თვითონ რომ განეცადა, თვითონ გაევლო ის გზა, რაც ებრაელმა ერმა გაიარა. თვითონ არის იმ ებრაელი ერის პიროვნული წარმომადგენელი, რომელშიც სრულდება ღმერთის დანაპირები ერისათვის და რომ ის ერი პასუხობს ერთგული პასუხით ღმერთს. იმ რჩეულმა ერმა რომ ვერ გასცა პასუხი, ხო? როგორც ებრაელმა ერმა ასე ვთქვათ, ხო? სამაგერ იესო არის რჩეული ერის ხმა, რომელიც ღმერთს სცემს იმ პასუხს, რომელიც იმ აღთქმაში და იმ კავშირში არის აუცილებელი ღმერთის მოხმობაზე, ხო? ბოდიში არის. მადლობა ამ შესაძლებლად. საუბარი იყო ეს მიზნების გამოსვლის თავში თავი არის მართვასთან დაკავშირებით და მდგომარეობა მართვის რას ვაქცევთ ყურადღებას და როგორი არის მართვის ფორმა და როცა ყველაფერს ამას ვითვალისწინებ, ამას გრძნობს სული. ამას გრძნობთ მთელი არსებით, ანუ ეს ჩვენ და უფალი და პირადი შეხება ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხო? და შეიძლება, როდესაც გლოვობ მარხვის დროს, როდესაც აქამდე განიცდი ამ ყველაფერს, შეიძლება ეს იყოს ვადებით დაწესებული და ფორმით დაწესებული, იქნებ ჩემი გლოვის ხანგრძლივობა უფრო მეც მოითხოვს და ვერ გამოვიგლოვე ჩემი დანაშაული, ვერ გამოვიგლოვე, ვერ მოვინანიე ჩემი მდგომარეობა, ან იქნებ ეს უფრო მოკლებადაში მოვახერხე. მე როგორ მიუდგებოდი ამ საქმეს, იმიტომ რატომ გადავაგნისამართე უფრო რიგორისტულ მხარეს ამ სფეროში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რომ ყოველ ადამიანს თავისი რითმი აქვს ამ საკითხში და სულიერი მამის ინსტიტუტი ეკლესიაში, კიდე აღმოსავლეთში, კიდე დასავლეთში იმისთვის არის, რომ ადამიანს არაფერი არ შეეშალოს თავისი სუბიექტური შეხედულებებით, ხო, ამ საკითხში. რომ არ მეგონოს ჩემი შეგრძნებებითა თუ გრძნობებით, გრძნობები არ შემეშალოს უფალში ღმერთში, იმიტომ რომ ხო ვიცით რომ არც ერთი ჩვენი გრძნობა და არც ერთი ჩვენი შეგრძნება არ არის ღმერთი. შეიძლება ღმერთის სრულებით სივრგულში იყოს კიდევაც, ხო და რომ ეკლესიური ვადები, პერიოდები, რომლებიც არის დადგენილი და არის, რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულია და სახელმწიფოება განიცადა იმის გამო, რომ თუნდაც მაგალითად ერთი მაგალითი რო ავიღოთ, სწორედ ამასთან დაკავშირებით. მართლმადიდებლურ ეკლესიაში დღესაც ეს წესია, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში ეს წესი იყო 50 წლის წინ ჯერ კიდევ, რომ ზიარების მიღება თუ გინდოს და შუაღამიდან უნდა გემართულა, ხო? შუაღამიდან უნდა გემართულა და პიუს მე-12-მ შეამცირა 3 საათამდე ზიარების მართვა და ეხლა დღესდღეობით არის 1 საათიანი მართვა ლათინურ ეკლესიაში, ხო? რომაულ ეკლესიაში, როგორც წესი. ეს სახელმწიფოებას ექვემდებარება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ხო, ეს დადგენილი, რაც დადგენილია, ხო? იმაზე კი არ უნდა მოჭრა ადამიანი.
რომ ან გააფართოვა ადამიანი, იმიტომ რომ არ ერგება, ხო? არავის ეხმარება იმისათვის, რომ უნდა ეხმარებოდეს ყოველთვის თუ კი გონივრულად და ბრძნულად არის კანონი ეკლესიაში დაწესებული, დაეხმაროს იმ ადამიანს გაიზარდოს თავის ინდივიდუალური ფორმით და ინდივიდუალური ტემპებით, რა თქმა უნდა, რომ ეს ამაში სრულებით გეთანხმება. აქ იმის ხელმოსმით გადაგდება კი არ არის საჭირო, რაც დაწესებულია ეკლესიისათვის, იმისათვის როგორც დავუშვათ სარი, არ ჭირდება ამ ადამიანს ეს სარი, მაგალითად, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი. არა და სჭირდება სხვანაირი მოვლა, სხვანაირი დახმარება, იმისათვის რომ კარგად გაიზარდოს, ხო? ამაში გეთანხმები. თუმცა აქ უნდა განვასხვაოთ აგრეთვე საიდუმლოებრივი, საკრამენტალური ცხოვრება, რასაც ქვია, და სწორედ ამაშია, რომ ჩემი საკრამენტალური ცხოვრება იმდენად არის მართალი, ალალი და ნამდვილი და არ არის ფორმალისტური და ის ზედაპირული, რამდენადაც სწორედ აი ამ კონკრეტულ ცხოვრებაში მარხვით და მეორე ადამიანთან ურთიერთობითში გამოსვლის მისი სიმართლე, ხო? და მართვის ის რომ მე რო სხვას ვაძლევ, მოწყალებას გავუწევ. მე არ მიხსენებია, მაგრამ აქ შემოდის თავისუფლების კი არა და სამართლიანობის მომენტი შემოდის აქ. სამართლიანობის, რაც ესაიამ კი ახსენა, მე ჩვენ იოლად გვავიწყდება ხოლმე სამართლიანობა, იმიტომ რომ სამართლოები ვართ ყოველთვის. საზოგადოებაში ვერ ავართ ყოველთვის სამართლოები. მაგრამ ესაიას ახსოვდა, რომ ეს ურთიერთობების გასწორება არის სამართლიანობის სახელი. სამართლიანობის სახელი. მე ვაძლევ იმას, რაც ჩემთან არის და რა თქმა უნდა, აქ შეიძლება ლაპარაკი აგრეთვე საკუთრების იმაზე, რამდენად ვალდებული ვარ მე გავუცე, ხო? და აქაც ეკლესიის მოძღვრებაში საკმაოდ კარგად არის ნათლად აღიარებული ის, რომ საკუთრების ხელშეუღლობა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან არა აბსოლუტური საკუთრება. ადამიანი შენ ღმერთისაგან აგაქვს შენი საკუთრება რაც აგაქვს, არამედ საკუთრება არ არის აბსოლუტური, იმიტომ რომ როდესაც შენ კარს მიღმა ვინმე შია, ის რაც მას სჭირდება შენ აგაქვს. და შენ ვალდებული ხარ, ვერ იქნები ბედნიერი შენს საზღვრებში და შენს ეზოში, ხო? ვერ იქნები ბედნიერი. თუ კი იაპონიაში ასეთი რამე მოხდა, ხო? და ამგვარი უგნურება, როგორიც შეიძლება ასეთი მოსაზრებებით გამოვლინდეს, რომ ღმერთმა დასაჯა და ვინ დასაჯა, მოდით შეგვეშინდეს ყველაზე მეტად დემოკრატიული ასე ვთქვათ, ეხლა ხალხი უშრომელი და ეთიკური და რა ყველანაირად შეგვეშინდეს ღმერთის საჯავროში, მაშინ როდესაც ჩვენ მოგვიკითხეთ. დავამატებდი კიდევ ერთი რამეს, ეს სადომაზოხიზმის ყველაფერი არის კიდე საშიშროება, ესეთი სულიერი ამპარტავნების და მე მგონი ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშავოთ თითოეულმა პირველ რიგში მეტყვა. იმიტომ რომ ვაკეთებ ქვემოქმედებას, ვარ ძალიან კეთილი, მარხულობ, ასე და მიჩნდება აი რა კარგი ვარ. ანუ აი სულიერი მომენტი, შენი სულიერი ეგოიზმის, ისევე ეგოიზმს ვუბრუნდებით, შენი სულიერი ამპარტავნების, რომელზედაც ალბათ საჭიროებს და გმართებს ძალიან სერიოზული უბრალოდ როგორც დამატება. ამისათვის ძალიან სულიერი მამები, რომლებიც არა თვითნებურად და აგვირახსნილად რასაც უნდა იმას უბრძანებენ, არამედ სწორედაც რომ პასუხისმგებლებით ატყობენ ამ ამბავს. ატყობენ ამიან გაცნობიერებული უნდა იყოს ყველაფერი. დიდი მადლობა. ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება თავისუფალი, დავაკეთეთ და ვერასდროს ვერ იქნება თავისუფალი ანგარებისაგან. ასე ვთქვათ, კონდიციისაგან, კონდიციო ეთიკა, მორალური ეთიკა, რომელიც კაცს აქვს, რომ ყველაზე მეტად რომ შენ არა იმიტომ აკეთებ, ვთქვათ, ზნეობრივ ნორმებს, შენ არა იმიტომ იცავ, რომ ამისათვის შენ მოგეგება მე რაღაც წვენი კაფეტერიის ეცივ სასუფეველში, ან ამისათვის შენ რაღაც სანაცვლოს მიიღებ, არამედ ეს არის შენი იმპერატივი და მე ეს უნდა ვაკეთო იმისათვის, მხოლოდ იმისათვის, რომ ეს ესეა, თავისთავად კარგია, მაგრამ ესეთი მდგომარეობა, აი ესეთი მდგომარეობას შენ კომენტატორები აღწერენ, რომ ოდესაც შენ აკეთებ სიკეთეს ისე რომ ამისაგან შენ არაფერს არ მოერი, იმიტომ რომ თვითონ კანთან არის შენ ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არის თავისთავად სიკეთე და თავისთავად სიკეთეში ცხოვრობ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მაინც არის ესეთი კონდიცია. არის რომ ესეთი შეიძლება იყოს ათეისტი ღმერთი. ღმერთი, რომელსაც არც ღმერთი. და ესე იგი მაგ ღვთაებრივად უნდა გააკეთოს. ღვთაებრივად უნდა გააკეთოს რაღაცა უანგარო სიკეთე, ისე
რომ მათ ბოლომდე სჯეროდეს, რომ ამისგან არაფერს კარგს ის არ მიიღებს. ესეთ კონკრეტ ადამიანებს არა, რა თქმა უნდა, მართლობა არის აქ რაღაც ეგოიზმი, ინდივიდუალური გამორჩენის მომენტი. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ პარადიგმა, როგორც ასეთ სახარებაში არის ამის პარადიგმა, ხო? ღმერთო, ჩემო რა ისათვის დამიტევე მე. ეს ფაქტურად იქამდე მიდის ქრისტეს ტანჯვა და მდგომარეობა, რომ მან აბსოლუტურად უანგაროდ იგებს სხვებს და იქამდეც კი მიდის, რომ რაღაცა მომენტში გრძნობს თუ როგორ არის ამას ვერ ახდეთ ადამიანად, მაგრამ პოეტურად ყოველ შემთხვევაში ასე გამოიცემა, რომ ღმერთმა დატოვა. მაგრამ მართლა ყოველთვის, იმიტომ ყოველთვის ეს ინდივიდუალური ასპექტი, ყოველთვის მართლა ყოველთვის უნდა იყოს ეკლესიაში, ჩვენ მართლობთ ქრისტეში და ჩვენს დანაკლისს ავსებს ქრისტე თავისი საკრალულობით, თავისი ჩვენთან ყოფნით. ჩვენთან ერთმანეთში აი აქ ყოფნით. კვლავ აკტრიალებს ეს. რა თქმა უნდა ვერაზროს და აქ თვითგვემა მე ვერაზროს ვერ ვიქნები უანგარო და ამიტომ მე ვარ აბსოლუტურად გამოუყენებელი. აი ეს მე აქ აღარ მინდოდა ამაზე მელაპარაკა. არსებობს ერთი მცირე განსხვავება, რომელიც შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ, რომელიც არსებობს დასავლურ და აღმოსავლურ ტრადიციას შორის. დასავლური ტრადიცია მაინც უფრო ამ ინდივიდუალური თვითისკენ არის მიმართული. მე, ჩემი ნებით, ჩემი ძალისხმევით. მაგრამ აღმოსავლეთში უფრო მეტად ხაზი ესმება ჩემს ყოფნას საზოგადოებაში. ესე იგი პიროვნება არ არის, აი მოგეთ რო თქვა, პიროვნება არის ის, ვისაც აქვს ნება და არჩევანის ნება, ეს არის ასე ვთქვა დასავლური ტიპი პიროვნების. აღმოსავლეთში პიროვნებას უმაღლესი თავისუფლება და უმაღლესი რანგში პიროვნებას არ აქვს პიროვნული ნება, ის უფრო მეტია. ის მაშინ არის პიროვნება, როდესაც ის არის ურთიერთობაში. ეს არის განსხვავება ერთგვარი რამ. ამიტომ მე უფრო აღმოსავლად უსვავ ხაზს, რომ მართლა ყოველთვის გულისხმობს ეკლესიაში ყოფნას. აქედან შეიძლება არსებობდეს იმპერატივი, რომ შეიძლება კიდეს იმ 200 დღის მარხვის დაცვა. იმიტომ რომ მე შეიძლება ეს აბსურდია, მაგრამ ამით მე გამოხატავ ჩემს კის, ჩემს დიახს, ჩემი საზოგადოების მიმართ, საეკლესიო საზოგადოების მიმართ. ერთი ესეთი კითხვა გამოსულა. როდესაც მარხვის იდეაზე ჩამოყალიბდა, ხო, შეიძლება მაშინ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკვები. ამ საკვების წარმოადგენდა მიზეზი. ამ ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა მოხდა. დღეს 21 საუკუნეში და ჩემთვის საკვები არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს კომპიუტერი და საკვები იყოს მეორე ხარისხოვანი. რატომ უნდა შევიზღუდოთ ამ მეორე ხარისხოვანი და შეიძლება მე მერჩნოს რომ კომპიუტერთან ურთიერთობით შევიზღუდოთ და ასე გამოხატოთ ჩემი მართლობა. არა, ვიტყვით რომ რომის იმპერია ეხა ესეთი იდეოსები დასახლებული იყო საჭმელი რო აინტერესებდა. თქვენ თუ გადაყენათ მაშინ იგივე საზოგადოების ცხოვრების დონეს ან ფილოსოფიურ სკოლებს ან აზრის განვითარებას სულადაც ვერ ვიტყვით იმას რომ ისინი მხოლოდ საჭმელს და მოფიქრალი ცხოვრებები იყო. სწორედ ამაშია პრობლემა რომის იმპერიის მაშინ სადაც ქრისტიანობა გავრცელდა და გაიტანა თავისი მართლობის რომ იმდენად განვითარებული იყო და იმდენი იქაც პეტრამ განვითარებული იყო ინდივიდუალური აზროვნება იყო რომ საჭირო გახდა რაღაც იმპერიული ჩარევა და საიმპერიო რელიგიის შემოღება რომ რაღაცნაირად ეს ხალხი ერთად და ერთგვარი ინტელექტუალური დაცემაც კი მოხდა. ქრისტიანობაში ასე მოვიტყვით რომ კომპიუტერი მოიგერე ხა შენ კომპიუტერი თუ მხოლოდ სიამოვნება გააჩენ კომპიუტერში ასაკეთო. ალბათ პორნოგრაფიას თუ უყურებს ადამიანი ჯობია არამარხვაშიც მოიგოს ხო ეგ. მაგას უკვე აქ არის გამიჯდა რა მაგრამ კომპიუტერთან მე თუ არ ვიჯექი დამჭები უკმაყროთ ელემენტარულად იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვასწავლე სტუდენტებს ხო